ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს დინამო არენაზე შეკრებილების წინაშე მსოფლიოში ცნობილი მომღერალი წარსდგება. სივრცე მელომანებისთვის 5 საათზე გაიხსნება. კონცერტის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სტარინგ ჯორჯია მელომანებს ურჩევს არენაზე ადრე მივიდნენ და საკუთარი ადგილები დაიკავონ. პარკირება მიმდებარე ქუჩებზე პირველი საათიდან უკვე აიკრძალება. დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში თათია კუჭუხიძე შემოგვიერთდება. თათია, გისმენთ. Ლიზა, დინამო არენას ტერიტორიაზე ყველაფერი მზად არის უკვე იმისთვის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო დონის ვარსკვლავს პოპის პრინცად წოდებულ ჯასტინ ტიმბერლეიკს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იგი უკვე საქართველოში იმყოფება, თუმცა მას ჯერ სცენაზე საუნდჩეკი არ გაუვლია და შესაბამისად დღის განმავლობაში ამ პროცესსაც ჩვენ დაველოდებით. როგორც შენ აღნიშნე, აქ მსმენელებს მოსვლა დაახლოებით 5 საათიდან შეეძლებათ და მათ მთელი რიგი შეზღუდვების გადალახვა მოუწევთ, ასე რომ ვთქვათ, 13 საათიდან გადაიკეტება დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის ეგრეთ წოდებული ვიწრო ქუჩებით და კონკრეტულად ამ ქუჩების შესახებ ინფორმაციას, შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას მსმენელები აქ მომსვლელი ადამიანები მათ შეუძლიათ რომ გაეცნონ დედაქალაქის მერიის სხვადასხვა პლატფორმაზე. ამავე პლატფორმაზე მათ შეეძლებათ ნახონ ის ინფორმაცია თუ რომელი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებები, ავტობუსები, რა ნომრები იმუშავებენ დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე, ასევე მათი გახანგრძლივებული გრაფიკის ნახვაც შეეძლებათ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელსაც სტარინგ ჯორჯიას ადმინისტრაცია გასცემს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაახლოებით 5 საათიდან აპირებს აქ მოსვლას, როგორც ცნობილია, მაღალი ტემპერატურა არის დღეს პროგნოზში, შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით ღია სივრცეში, ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, აქ განსაკუთრებით და ამიტომაც სტარინგ ჯორჯიას ადმინისტრაცია და პრინციპში მეც გირჩევთ იმას, რომ თან იქონიოთ ისეთი საშუალებები, რომელიც დამწრობის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ. რაც შეეხება პროგრამას, დაახლოებით 8:30-ზე წარსდგება მსმენელის წინაშე მათი განწყობის შესაქმნელად ენდრიუ ჰაიფსი, DJ, ხოლო 9 საათიდან უკვე მთავარი არტისტი შემოგვიერთდება, რომელიც ჩვენთვის ყველა იმ საყვარელ ჰიტს შეასრულებს, მათ შორის სხვადასხვა ალბომებიდან, რომლის გამოც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასე ძალიან უყვარს არა მხოლოდ ქართველ, არამედ მსოფლიო მელომანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულდასმით გავეცნოთ ყველა იმ რეკომენდაციას და რჩევას, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი გასცემს, იმიტომ რომ ეს იქნება მართლაც რომ ყველაზე დიდი მასშტაბის ღონისძიება, იმიტომ რომ იქნება უპრეცედენტო დასწრება. 5 საათიდან გაიღება კარები, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ფანს, ეგრეთ წოდებულ, შეუძლია დროულად მოვიდეს და დაიკავოს მისთვის სასურველი ადგილი. აქ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ სცენის წინ დაიკავონ ადგილი. იმ კატეგორიის ბილეთის მფლობელები, რომელსაც ქვია სტარინგი, შეუძლია თავისუფლად მოვიდნენ, იმიტომ რომ 6 საათიდან ჩრდილია, ხოლო უშუალოდ ორბიტის მფლობელები შეგვიძლია დავამშვიდოთ და უთხრათ, რომ 7 საათიდან სრულიად ტერიტორიაზე უკვე ჩრდილი არის. თვითონ ღონისძიებამდე ვორმაპი, ეგრეთ წოდებული ვორმაპი იქნება ჯასტინის ტურის DJ, შესაბამისად 7 საათიდან ის იზრუნებს ყველა მოსული ადამიანის განწყობაზე, უშუალოდ ჯასტინ ტიმბერლეიკს რაც შეეხება, ის 9 საათიდან დადგება სცენაზე. რეკომენდაციები და შეზღუდვები შეეხება აქ შემოსატან ნივთებსაც სტარინგ ჯორჯიას ადმინისტრაცია მოუწოდებს აქ მომსვლელ ადამიანებს, რომ გადახედონ რეკომენდაციებს მათ სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებულს იმისთვის, რომ აიცილონ თავიდან კონკრეტული ნივთების არ შემოტანის საფრთხე. მათ შორის განსაკუთრებით კონტროლი ეხება ორბიტის ტერიტორიას, სადაც ადამიანებს ისეთი თუნდაც უმნიშვნელო და მცირე ზომის ნივთების შემოტანაც ეკრძალებათ, რომელთაც სროლის შემთხვევაში სცენამდე მიწვდენა შეუძლიათ, ასევე არ ფუნქციონირებს ტერიტორიაზე იმ მასშტაბიდან გამომდინარე, სტუმრების იმ მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს აქ ელოდებიან შემნახავის საკნები, ამიტომ ადამიანები საკუთარ ნივთებს თავადვე უნდა გაუფრთხილდნენ. დაახლოებით 25,000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან დინამო არენაზე და მართლაც დიდი მასშტაბია. დაახლოებით 18,000 აქედან არის უცხოელი ვიზიტორი. ზუსტად 6 საათში გაიყიდა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა, მოკლედ მართლაც ვარსკვლავურ არტისტს მასპინძლობს დღეს საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასურველ სტუმარს, ასე რომ გელოდებით ყველას საღამოს 9 საათზე დინამოს არენაზე. მადლობა თათია, თათია კუჭუხიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.